ბოლნისელმა ახალგაზრდებმა 15 აპრილის სიყვარულის დღე საზოგადოებას ღიაცის ქვეშ საქველმოქმედო კონცერტით მიულოცეს, რითაც თანამოქალაქეები ლევან უგულავას დასახმარებლად თანადგომის აქციაში გამოიწვიეს. მას ექიმებმა მწვავე ლეიკოზის დიაგნოზი დაუსვეს და სასწრაფოდ ესაჭიროება ძვირადღირებული მკურნალობა გერმანიაში, რის შესაძლებლობაც ოჯახს არ აქვს. ამიტომ ვანო ერისთავმა შემოიკრიბა მეგობრები და მათთან ერთად ლოზუნგით ერთად ლევანისთვის ბოლნისელებს შესთავაზა ჩაბმულიყვნენ სიკეთის ფერხულში და საკუთარი წვლილი შეეტანათ სიცოცხლის გადარჩენაში. ახალგაზრდების გამოწვევა საზოგადოებამ მიიღო. თითოეულმა გამლელმა დაავადების დასამარცხებლად შესაწერი გაიღო. ძალიან გამიხარდა ეს ამბავი, რომ დღეს ხდება ჩვენს ბოლნისში. თვითონ ბავშვებმა მოიფიქრეს ესეთი ლამაზი ღონისძიება და თვითონ მისცეს იმის ვიზგი ყველას, რომ ყველა ბოლნისელი ახალგაზრდა დადგეს იმის გვერდში, რომ ყველას ერთმანეთის გვერდში, რომ ლევან უგულავას სიცოცხლე გადავარჩინოთ. ისასალმებელი არის, რა თქმა უნდა, ასეთი ინიციატივები და პირიქით მიხარია მეც და მე მგონი ყველას მხარი რომ შეუძლია ნებისმიერ ადამიანს და განსაკუთრებით ახალგაზრდას ხალხში დაუდგეს თავის თანამოქალაქეს საკუთარი ძალებით, საკუთარი სახსრებით, საკუთარი შესაძლებლობებით. რა ვიცი, მე ჩემ მხრიდან მინდა მადლობა გადავხადო თითოეულ მონაწილეს, წარმატება უსურვო და ღმერთმა ხელი მოუმართოთ ასეთ სასიკეთო საქმეებში. 27 წლის ლევანის დასახმარებლად არაერთი ღონისძიება გაიმართა, თუმცა მსგავსი არა. ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს საკუთარი სურვილით ღიაცის ქვეშ შეკრებილიყვნენ და ფართო მასებისთვის ეჩვენებინათ, რომ ძალა ერთობაშია და ერთმანეთის გვერდზე დგომით ნებისმიერი პრობლემა დაიძლევა. მონაწილეები ბოლნისელების განწყობაზე საკუთარი შემოქმედებით ზრუნავდნენ. ჩემთვის ეს დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ზოგადად არაფერია იმაზე დიდი, ვიდრე დაეხმარო ადამიანს. დღევანდელ დღეს ჩვენი ეს ღონისძიება ეძღვნება ლევან უგულავას, რომელიც არის დაავადებული მწვავე ლეიკოზით და ჩემი აზრით, თუ ახლა არ გავერთიანდით და ახლა არ დავუდექით გვერდში ლევანს, მერე, რა ვიცი, დიდი მადლობა ვანო ერისთავს ასეთი კარგი ღონისძიების ორგანიზებისათვის და რა ვიცი, გილოცავთ ასევე სიყვარულის დღეს. საათნახევრიანი პროგრამა გქონდა და ყველაფერი კარგად გამოვიდა და მე მგონი დანარჩენი ახლა ხალხზე არის დამოკიდებული როგორ იქნება. ორგანიზატორების განცხადებით ღონისძიების მიზანი შესრულებულია. მათ შეძლეს და საზოგადოებამდე კიდევ ერთხელ მიიტანეს საკუთარი სათქმელი. ამასთანავე საათნახევრიან შემოქმედებითი აქციის მსვლელობის და შეძლეს და მცირედ თანხაც შეაგროვეს.